დანიშნებია, რომ ადამიანი მიხვდება, რომ საკუთარ თავში დამარხულ ნაყოფს ანუ ღმერთს მალე იხილავს. იძულების გარეშე დაღვრილი მადლისმიერი ცრემლები. ამ სიტყვათა წყობაში უკვე პასუხი გაცემულია და განმარტებაც საჭირო არ არის კაცმა რო თქვას. იმიტომ რომ რას გულისხმობ? შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ კი, მაგრამ მე ტირი ვარ, ლოცვის დროს ადამიანი იტყვის და ზოგს ძალიან ჩვილი და ესეთი ემოციური ნერვული სისტემა აქვს და ადვილად შეიძლება აცრემლდეს. Ну, დედაკაცებს, ქალებს ეს მით უმეტეს ჩვევიათ ხოლმე. თუმცა ზოგი კაციც არის ესეთი. მინახავს ასეთი კაცები, განსაცვიფრებლად ტირიან, ახმეთქი რა, მაგრა ტირის. სუტირიან, მაგრამ იმას აქედან გამოვედი, რომ აღარ მჯერა ხოლმე ეგეთი რაღაცეების, იმიტომ რომ სამწუხაროდ აი ამ ეგეთ გარკვეულმა რბილმა, ლაბილურმა ნერვიულმა სისტემამ იცის ძალიან იოლი აჩვილება გულისა და რა ატირებს ადამიანს ამ დროს არ ვიცი, მადლი ხშირად ეს არ არის. ეს არის საკუთარი თავის აღმოჩენა ქრისტიანობაში, საკუთარი თავის სიბრალული, შეიძლება გარკვეულად სიხარულის იყოს, შეიძლება მადლიც იყოს პრინციპში, აბა ეკლესიაში ადამიანები მოდის მადლია, მაგრამ ეს არ იყოს ის, რაც უნდა იყოს და რა უნდა იყოს, მგოლავარება საკუთარ ცოდვებზე და განცდა, განცვიფრება იმისა, თუ ღმერთმა შენთვის რა გააკეთა, როგორ უყვარ ხარ ღმერთს, ვინ რა გახდა შენთვის ამის ატანა ადამიანს არ აქვს. ოღონ ერთია რომ აცნობიერებდა, ვახ ეს როგორ შეიძლება მომხდარიყო და მეორე რომ ამას გული ვერ უძლებს. ვერ უძლებს, აი ადამიანი რომ ძალიან დიდ რაღაცას გაგიკეთებს, აი რა ვიცი, შენს მოსახვედრ ტყვიას რომ მოიხვედრებს, თქვა და ასე შემდეგ და შენ რომ ამას გაიგებ, რომ გული აგიჩვილდება რა, აშკარად შენი სიკვდილი მიიღო საკუთარ თავზე, ამას ვეღარ უძლებ და რაღაც აი ოღონ თუ ეს ვინც ეს გააკეთა ძალიან დიდია და ღმერთია ეს ვინც მოვიდა შენს გადასარჩენად და ამას რო იაზრებ ადამიანის გული ჩვენი გული ქვაა და ვერ ჩვილდებათ ესე ადვილად თუ არა ისე ასაჩვილებელი აბა რა არის და აი აქ ნახეთ როგორ არის იძულების გარეშე დაღვრილი მადლისმიერი ცრემლია რომელიც ნიშანია რა იძულებაზეა საუბარი როდესაც ადამიანი საკუთარ სენტიმენტალურ გზნობებს აცოცხლებს თავისი ნებისყოფით, თავისი ნებელობით ატირდება, გესმით? თავისი ნებელობით შეიბრალებს საკუთარ თავს. არა მადლისმიერი კი არ არის დაუმსახურებლად რომ მოგაწובה და ვერ აჩერებ. ესე დროს იმას ვერ აჩერებ, ის თვითონ მოდის, შენ იმას ვერ აკონტროლებ. და ჯობია რომ ხალხში არ დაგემართოს, იმიტომ ვერაფერს ვერ უზავ იმას. გესმით? ვერაფერს ვერ უზავ. აი ეს მომენტია, მაგრამ აი და იმიტომ რომ ის არის საკუთარ თავზე იძულების გარეშე ამ შემთხვევაში, საჩუქრად მოდის ის, საჩუქრად გიკაკუნებს შიგნიდან და იძულება, როგორც კი იძულებაა საკუთარ სენტიმენტალურ გზნობებზე, ის უკვე ნამდვილი აღარ არის. ამიტომ წერია იძულების გარეშე დაღვრილი და არა ცრემლები, არამედ მადლისმიერი ცრემლები. გესმით? ფაქტობრივად განმარტება აქვე მოცემულია.